მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ როგორც ყოველთვის დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ. უფრო მეტიც დღეს განსაკუთრებული დატვირთვით ვსაუბრობთ ადამიანზე. თუ რატომ ამის შესახებ თანდათან საუბარში გავარკვევთ და თავდაპირველად გაგახსენებთ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე დიდი ფასეულობა, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში და ამიტომ საუბრობთ ჩვენ ადამიანს. რომ ადამიანს უკავშირდება ყველა სათქმელი, რომელიც არის ჩვენს გადაცემაში და ამიტომ საუბრობთ ადამიანს. რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენს არსებობას პრაქტიკულად შეუძლებელია და ამიტომ საუბრობთ ადამიანზე და როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ ადამიანის სიცოცხლეს დროსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს დღეგრძელობის საკითხები, ჩვენ გვაღელვებს როგორია ადამიანის გზა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, რომ არა უბრალოდ წლები ემატებოდეს ჩვენ სიცოცხლეს, არამედ ჩვენს ცხოვრებას და ყოველდღიურ არსებობას ჰქონდეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი, შესაბამისად წლები და შინაარსის შევმატოთ ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ გაჩნდა ისეთი ცნებები, როგორიც არის დღეგრძელობა და ცხოვრების ხარისხი. რა არის დღეგრძელობა? რა თქმა უნდა, დღეგრძელობა არის ის, რისკენაც ადამიანი ყოველთვის მიილტვოდა. დღეგრძელობა არის ის ამოცანა, რომელიც აქვს მეცნიერებას. დღეგრძელობა არის ის სამიზნე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის საზომადაც კი გამოდგება. თუმცა თანამედროვე მედიცინა საუბრობს ცხოვრების ხარისხზე, რადგან უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე ადამიანის არც ჯანმრთელობის და არც სხვა კეთილდღეობის ნიშნად არ აღიქმება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სწორედ ცხოვრების ხარისხი შეიძლება აღმოჩნდეს დღეგრძელობის ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ კონკრეტულ ისტორიებზე, ერთი ადამიანის განსაკუთრებულ თავგადასავალზე ვსაუბრობთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ადამიანი არის განსაკუთრებული, უნიკალური, ამიტომ ისტორიები, რომელიც თავს იყრის ჩვენს რუბრიკებში, მართლაც ქმნის განსაკუთრებულ გალერეას. დღეს ჩვენ ამ თავგადასავლებს ვაგრძელებთ, ამ მოგზაურობას ვაგრძელებთ და ვსაუბრობთ დღეგრძელობაზე არა იმიტომ, რომ ჩვენ უკვდავებას ვეძებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა საიდუმლოს მივაგნოთ. იმ საიდუმლოს, რომელიც ადამიანის ფიზიკურ არსებობას აღემატება და რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება ამოვიცნოთ დაშიფრული იმ ისტორიებში, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტები გიამბობენ. დღეს შორენა ლაბაძის მორიგ სიუჟეტს გიჩვენებთ ამ ციკლიდან. ახალგაზრდობიდან მოყოლებული მიყვარდა ჩემი თავის მოვლა. მე ვარ ლამარა ბრეგვაძე, 88 წლის. პირველ თებერვალს მქონდა დაბადების დღე. ესე იგი გადავედი 99 წელიწადში. პროფესიით ვარ ეკონომისტი, მუშაობდი ბანკში, საკრედიტო განყოფილებაში. დედა იყო ბუღალტერი, მამაც ეკონომისტი. მაქვს კიდევ მუსიკალური განათლება, ვოკალური განხრა, ვგალობდი ეკლესიაში. დღემდე ვარ მათი წევრი. ბელისკის ქუჩაზე გავიზარდე 23 ნომერში. 15 ნომერში კიდე ბებია და ბაბუა ცხოვრობდა. დღესაც ის სახსრო გაუვლი, მიყვარს დათვალიერება. მეუღლე თეიმურას ეშელაშვილი კეთილშობილი ადამიანი იყო. ნერვული სისტემა დალაგებული მქონდა, ხიარულობდით, ენამოსწრებული გახსენებები იცოდა. ძალიან ენაწყლიანი კაციც იყო. მოფერებით სახელს მეწახოდა, ო ნიკო, გენაცვალე. დილას რო გავიღვიძებ, მადლობა ღმერთს ვეუბნები და ვიწყებ ვარჯიშებს, ხელებით, ფეხებით და მერე მოვდივარ სამზარეულოში. სამზარეულოში ჩია, მერე მაქვს ჩირები, კვებამაც და ამ ვარჯიშებმა ძალა შემატა. დიაბეტი მაქვს და ამიტომ რაც ექიმა გამომიწერა, აი იმ წავალ სვავ. ჩემი შვილი დავითი
პატარაობიდანვე მივაჩვიე დამოუკიდებლობას. ეხლა ის არის ეკონომიკის დოქტორი. მე სიყვარულით გავზარდე. როგორ დავატყამ ჩემ დათუნიას. ტექნოლოგიებთან ურთიერთობა დრო მოიტანა. ერთშენია დღეს ხედავ გვერდი ვერ გავხსედი. და დავწერე სუკერ რა დაგიშავე, რატო წამიშალე გვერდი მეთქი. არ გასულა 3 წუთი და აღმიდგინა. მიტაცებ ჩემ შვილთან სიახლოვე დილას ვეუბნები დილა მშვიდობის საღამოს დილის წინ რომ ნახავ რომ ის თავის სახლშია და უკვე კარგად არის ნერვიული სისტემა ისვენებს და ასე დასვენებული ვიძინებ. სულ ხასიათზე რო ვარ ლოცვით ჩემ ფარველ ანგელოს ვეხვეწერი რომ მომისჩველე. ეხლა მხოლოდ პავადას ვისმევ და ამითი ვითომ 88 წელს ვებრძვი. არ მინდა მოვიკუზო, არ მინდა ჯოხი დავიკაო. აი ჩემ თავს ვეუბნები, არა. როდესაც ადამიანურ ისტორიებს ვისმენთ, შეიძლება იმაზე მეტი სათქმელი ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, ვიდრე წიგნებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ ან ამა თუ იმ სამეცნიერო ტრაქტატში. ერთი მარტივი მიზეზის გამო. ადამიანები ძალიან კარგად ხვდებიან, რა არის გზა დღეგრძელობისკენ, რა არის გზა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და რომ ჯანმრთელობა ახირება კი არ არის, რომ ერთ-ერთი ინსტრუმენტია და არა ერთადერთი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვიხსენებთ, რომ ჯანმრთელობა ეს არის კეთილდღეობა, ჩვენი ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. თუმცა ეს სამი კომპონენტიც არ აღმოჩნდა საკმარისი და დღევანდელმა მედიცინამ უკვე კარგად იცის, რომ ჯანმრთელობას გაცილებით მეტი მდგენელი აქვს. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუნდაც იმიტომ, რომ სამი მდგენელი, რომელიც მე უკვე ვახსენე, ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობას ბოლომდე არ ასახავს. არც ჯანმრთელობის ყველა წახნაგს ასახავს, თუნდაც იმიტომ, რომ აქ არ არის ნათქვამი მაგალითად ემოციურ ჯანმრთელობაზე. აქ არ არის ნათქვამი მაგალითად სულიერ ჯანმრთელობაზე. ამ განმარტებაში თითქოს არ ჩანს გარემოსთან დაკავშირებით დაზუსტება. ამიტომ თანამედროვე განმარტება ჯანმრთელობასთან მიმართებაში უკვე პრაქტიკულად 6 წახნაგით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. სწორედ ამიტომ თუ გავატარებთ ანალოგიას თავად განმარტებიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობა კეთილდღეობა, არავის უკვირს, რომ კეთილდღეობის წარმოდგენაც ასევე 6 კომპონენტიანი შეიძლება იყოს ზუსტად ისე, როგორც წახნაგებს დავინახავთ ჯანმრთელობისას. და ჩვენ საუბრობთ ფიზიკურ კეთილდღეობაზე, მენტალურ კეთილდღეობაზე, საუბრობთ სოციალურ კეთილდღეობაზე, ემოციურ, სულიერ, გარემოს კეთილდღეობაზე. თუმცა კიდევ უფრო წინ წავიდა მეცნიერება და წინ წავიდა ცოდნა ადამიანის შესახებ. სწორედ ამ ცოდნამ მოგვცა საფუძველი გვეთქვა, რომ ამ ჩამონათვალში არ არის მაგალითად ეკონომიკური კეთილდღეობა და ეკონომიკური ჯანმრთელობა. არ არის ნათქვამი მაგალითად შრომის უსაფრთხოებაზე, ანუ შრომის ჯანმრთელობასა და შესაბამისად კეთილდღეობაზე. ამიტომ 6 კომპონენტიან ჩამონათვალს კიდევ 2 დაემატა და დღეს თავისუფლად საუბრობთ სულ ცოტა 8 კომპონენტზე. ეს ჩამონათვალი სასრულია? ნამდვილად არა. რაც უფრო მეტი იქნება ჩვენი ცოდნა, მით უფრო მეტ წახნაგს დავინახავთ ჯანმრთელობასთან მიმართებაში და მით მეტ წახნაგს აღმოვაჩენთ კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, ეს ჩამონათვალი არის ამ მომენტისათვის და ჩვენი ურთიერთობის მანძილზე შესაძლოა ეს ნუსხა კიდევ უფრო გამდიდრდეს და შეივსოს. მაგრამ ამ გზას გავივლით მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჯანმრთელობისათვის ნაბიჯებს გადავდგავთ მეცნიერების ჭრილში. დიახ, დღევანდელი თარიღი არის ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე და ამიტომ როგორც არასდროს ჩვენ საუბრობთ სწორედ იმაზე, რაც ჭირდება ჯანმრთელობას და აღმოჩნდა, რომ მეცნიერების როლი არის არასაკმარისად დაფასებული. მეცნიერების როლი არის არასაკმარისად შეფასებული და სწორედ ამის დასტურად ჩვენ გვინდა გაგახსენოთ
ის განუყოფელი ნაწილი ჩვენი გადაცემისა, რომელსაც ქვია სიახლეთა ბლოკი და რომელიც ყოველთვის უახლეს მტკიცებულებებს გვაცნობს მეცნიერებისა და მედიცინის თანამედროვე მიღწევებიდან. ხაშის პური მივირთვათ თუ მთლიანი მარცვლეულის პური. წლების განმავლობაში ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ, რამდენად სასარგებლოა მთლიანი მარცვლეულისგან მომზადებული პური. პროფესიონალები, სპეციალისტები, სხვადასხვა კვების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეჯერდნენ ასეთ ვერსიაზე. მომზადდეს პროდუქტი 2:1-ში, ანუ როდესაც მთლიანი მარცვლეულისგან ხაშზე მომზადდება პროდუქტი. სპეციალისტები თვლიან, რომ ჰალუცინაცია არის გარკვეულწილად განპირობებული ცხადია მრავალი ფაქტორით, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი მისი ისიც გახლავთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გაწვრთნილია გვიპასუხოს. შეაფასეს რეალობა და მათ იპოვეს პასუხი კითხვაზე, გარდაუვალია თუ არა ჰალუცინაცია ხელოვნური ინტელექტისა. არა, ისინი ასე პასუხობენ, თუ ხელოვნური ინტელექტი ასევე გვიპასუხებს. არა, არ ვიცი. უკიდურესად დამუშავებული, ანუ ულტრაპროცესირებული საკვები ადამიანებში აღძრავს დამოკიდებულებას. უფრო მეტიც, მაგალითად, აზარტული თამაშებით გატაცება ქცევითი დამოკიდებულება. 2018 წელს ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორებიც უკვე აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ დამატებული შაქრებით და ცხიმებით გაჯერებული საკვები ძალიან მაღალ ადიქციურ პოტენციალს გულისხმობს ამ ტიპის პროდუქტების მწარმოებლები, რომლებიც ხელოვნურად გეგმავენ ზოგიერთ შემთხვევაში საკვების შემადგენლობას იმისთვის, რომ სწორედაც დამოკიდებულება აღიძრას ფართო საზოგადოებაში. ქრონიკული ანთების შემცირება მხედველობის დაკარგვისგან გვიცავს. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები, რომელთაც საკუთარი კვლევების საფუძველზე დაადგინეს, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ანთების შემცირება ამცირებს ისეთი დაავადების დიაგნოზის რისკს, როგორიც გახლავთ მაკულას დეგენერაცია. თვილი ბავშვის ნაწლავები და დედის რძე ერთმანეთთან დაკავშირებულია ბაქტერიებით. ეს გახლავთ ახლახან გამოქვეყნებული ახალი სტატიის სათაური ჟურნალში Nature Communications, სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა ახალი კვლევის შესახებ ინფორმაცია და ერთი შეხედვით ეს არის მორიგი ახალი კვლევის სათაური, თუმცა რეალურად მეცნიერებისთვის ეს გახლავთ ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისი. როგორც უკვე გითხარით, დღეს განსაკუთრებული თარიღია ჯანმრთელობის მეცნიერებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კალენდარში 7 აპრილი გადაიფურცლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი სამედიცინო საზოგადოება და ფართო საზოგადოება, რომელსაც ჯანმრთელობის საკითხები აღელვებს, აღნიშნავს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. ეს არის თარიღი, რომელიც მართალია ერთ კონკრეტულ დღეს უკავშირდება, კალენდარულად ერთ კონკრეტულ რიცხვს უკავშირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის საბაბი შეგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოველწლიურად ახალია სათქმელი და ყველანი ერთად როდესაც ზრუნავთ ჯანმრთელობაზე და ვითვალისწინებთ, რამდენად დიდია მეცნიერების როლი, შესაბამისად მხარს ვუჭერთ მეცნიერებას. რატომ გამოვყავი ეს ორი ფრაზა, რატომ არის მნიშვნელოვანი წლევანდელ თარიღთან დაკავშირებით სწორედ ეს სათქმელი, ამას გავარკვევთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, რომელიც გახლავთ სწორედაც ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, იგი გახლავთ პროფესორი, იმუნოლოგი ბატონი ამირან გამყრელიძე. დილამშვიდობისა ბატონო ამირან. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. მე ყოველთვის ამაყით ვამბობ ხოლმე, რომ თქვენი სტუდენტი ვიყავი ბატონო ამირან და გამიმართლა იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. თუმცა დღეს რაზედაც საუბრობთ, ესეც ტრადიციის ნაწილია, იმიტომ რომ ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა წლებში თქვენ ყოველთვის მოდიოდით, მოგზანდებოდით ხოლმე ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და იმ წელთან დაკავშირებით რა საკითხები იყო ყველაზე მეტად აქტუალური, სწორედ იმ თემებზე საუბრობდით. მით უფრო, როდესაც ყოველთვის არის არჩევანი თემასთან დაკავშირებით და როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რომელიღაც საკითხს უპირატესად გამოყოფს. წელს ჩვენ რატომღაც ვამბობთ ხაზგასმით ერთად
ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეცნიერებას. მოდით პირველ ნაწილზე შევჩერდეთ და ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დღეების აღნიშვნა. რატომ დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამის ხაზგასმა? მით უფრო რომ თქვენ წლების განმავლობაში სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობდით და რამდენად მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებასთან ერთად ითქვას პროფესიული საზოგადოების მიერ თავარი ფრაზა ერთად ჯანმრთელობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ქალბატონ მომარი, ჩემთვის ყოველთვის პატივია თქვენთან სტუმრობა. მოგეხსენებათ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 7 აპრილი. ჩვენთან ხარებაა, ხო, საქართველოში. და ეს თარიღი უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის მიღებას 1958 წელს. მიღებული იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია. თვითონ ორგანიზაცია დაფუძნდა 46 წელს, მაგრამ ოფიციალურად მაინც დაფუძნების თარიღად ითვლება, როცა კონსტიტუცია იქნა მიღებული, ანუ 48 წელს. და მას შემდეგ უკვე 1950 წლიდან რეგულარულად აღინიშნება ეს დღე, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს დაახლოებით 14 თუ არ ვცდები თუ 15 მსოფლიო დღეები, შიდსის მსოფლიო დღე, ჰეპატიტების, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იქნება იყო თქვათ და აპრილში 24 მარტს აღნიშნავთ 24 მარტს დიახ სისხლის დონაციის მსოფლიო დღე და ასე და ასე შემდეგ. თუმცა მსოფლიო დღეები კიდევ ძალიან ბევრია სხვადასხვა მსოფლიო ასოციაციების მიერ დაწესებული. მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ეს ყველასთვის, რა თქმა უნდა, ერთიანია და ყოველწლიურად ის სხვადასხვა სლოგანით და თემით აღინიშნება, რაზეც უნდა წლის განმავლობაში კაცობრიობამ და პირველ რიგში სამედიცინო საზოგადოებამ გაამახვილოს ყურადღება. წელს ასეთად გადაწყდა ერთად ჯანმრთელობისთვის და მხარი დაუჭიროთ ან დაუდგეთ ჯერჯერობით ქართულად არ უთარგმნიათ ეს ოფიციალურად, მაგრამ დაახლოებით ასეა. დაუდგეთ მეცნიერებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი შარშან იყო ჯანსაღი დასაწყისი, ანუ ბავშვებთან დაკავშირებით. იმის წინ იყო ჯანმრთელობა ჩვენი უფლება. კიდევ იმის წინ იყო ჯანმრთელობა ყველასთვის, რომელიც რამოდენიმეჯერ აღინიშნა, იმიტომ რომ საყოველთაო ჯანდაცვა, მოგეხსენებათ, გახლავთ დღეს პირველი პრიორიტეტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა ზოგადად გლობალურ ჯანმრთელობაში. ამას და ასეთ რენკინგს რო გააკეთებთ, პირველი პრიორიტეტი არის საყოველთაო ჯანდაცვა, ჯანმრთელობა ყველასთვის. და ეს რამოდენიმეჯერ იქნა 7 აპრილს ის აღნიშნული, მოყოლებული ამ 70 წლის განმავლობაში. ჯანმრთელობა მეცნიერების გარეშე ვერ იქნება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გახლავთ სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც მსჯელობს მხოლოდ და გამოაქვს თავისი რეკომენდაციები მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მყარ სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაყრდნობით. ისე არც ერთი მათი რეკომენდაცია, არც ერთი მათი გადაწყვეტილება თუ მას წინ არ უძღვის ძალიან ფართო მასშტაბიანი მულტიცენტრული ასეთი კვლევები, ამ ტიპის გადაწყვეტილება იქ არ გამოდის, რომ თქვათ ვიღაცის სუბიექტური შეხედულებით მისცენ რეკომენდაცია ქვეყნებს და ზოგადად. ამიტომ წლევანდელი წელი აღინიშნება სულ სხვანაირად ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ მეცნიერების გარეშე მოგეხსენებათ კაცობრიობის განვითარება ვერ იქნება და არ იქნება და 21 საუკუნე ამ ხრივ განსაკუთრებულია. ისე სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, ისე სწრაფად ვითარდება ბიოტექნოლოგია, რომელიც პირდაპირ შეხებაშია ერთიც თქვათ ტექნოლოგიები მხედველობაში მაქვს მე ხელოვნური ინტელექტი და მთლიანად თქვათ ეს დიგიტალური ტექნოლოგიები და მეორეს მხრივ ბიოტექნოლოგიები, რომ ამის გარეშე კაცობრიობა ვერ განვითარდება. ეს იქნება 21 საუკუნეში მთავარი გამწევი ძალა, ჯანდაცვის კი არა, მთლიანად კაცობრიობის განვითარების. ამიტომ განსაკუთრებულად აღინიშნება და ამას წელს
სათავეში ჩაუდგა საფრანგეთი, იმიტომ რომ დღეს საფრანგეთი არის დიდი შვიდეულის პრეზიდენტი. მოგეხსენებათ დიდი შვიდეულში, სადაც ეს განვითარებული ეკონომიკურად და დემოკრატიული ქვეყნები არიან თავმოყრილი, ხომ? ისინი როტაციით ხდებიან პრეზიდენტს. ეხლა არის საფრანგეთი. და საფრანგეთი ამას აღნიშნავს ძალიან ფართო მასშტაბიანი ღონისძიებებით. აღნიშნავს ლიონში, რომელიც ასეთი სამეცნიერო ქალაქია საფრანგეთისთვის, რამოდენიმე ძალიან მსხვილი ინსტიტუცია, ვთქვათ, არის თავმოყრილი, მათ შორის იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის დიდი ცენტრი, რომელიც იძლევა ყველა რეკომენდაციას კიბოსთან მიმართებაში და ბევრი სხვა. ახლა საფრანგეთის დაფინანსებით და იქ გაკეთდა ასევე და ფეხსით გავს უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკადემია, რომელიც უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელიც არის მიმართული ძირითადად ადამიანური რესურსების ჯანდაცვაში, მომზადებაზე. მაგრამ ეს არა მომზადება ბაზისურიდან, არამედ ეგრეთ წოდებული პოსტდიპლომური და უწყვეტი განათლების მთელი რიგი ციკლები. პრაქტიკულად გადამზადება, დიახ, და ამის, ვთქვათ, კურიკულუმების შექმნა ამის. აი მათ წელს ორი ასეთი იწყებენ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 7 აპრილს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებით. ერთი არის გლობალური სამიტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მეორე გახლავთ, რომელიც ეძღვნება და თემად შეარჩიეს ერთიანი ჯანმრთელობა. One Health, ასე გამოითქმის ახლა, რომელიც არის ჯანმრთელობა ადამიანების, ჯანმრთელობა ცხოველების და ეკოლოგია. ანუ გარემოს ჯანმრთელობა, ეს სამი უკვე განუყოფელია. ეს უკვე განუყოფელია და ეს მიმართულება ასევე 21 საუკუნეში იქნება ერთ-ერთი მთავარი და აქ იგივე ხას უსვავს რატომ საფრანგეთი, იმიტომ რომ საფრანგეთმა ჩაუყარა სახელი საფუძველი ვთქვათ ეს პარიზის 2015 წლის შეთანხმება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ბევრი სხვა რამე, რასაც ისინი ვთქვათ ინოვაციებს. აი ამას ვთქვათ ამ თემაზე არის ეს სამიტი, ანუ ერთიანი ჯანმრთელობა და მეორე ხდება შეკრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგრეთ წოდებული სათანამშრომლო ცენტრების. ასეთი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს 800 თელს მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში. გასაგებია, ეს ცენტრები გახლავთ ეგრეთ წოდებული საუკეთესო პრაქტიკის Center of Excellence, რასაც ეძახიან, აი ამ ეს ცენტრები სხვადასხვა თემასთან მიმართებაში და სხვადასხვა მიმართულებებით. ნუ გასაგებია, რომ უმრავლესობა ეს ცენტრების არის განვითარებულ ევროპაში, ამერიკაში და ასევე მათ შორის ჩვენ ვართ ვთქვათ ამ ხრივ ძალიან გამონაკლისი, რომ საქართველოში გვაქვს ერთი ასეთი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ჰეპატიტებში. უკვე 3 წელია თუ 4 წელი, რაც ვთქვათ ჩვენ აღიარებული ვართ როგორც ასეთი სანიმუშო ცენტრი ჰეპატიტების გამოცდილებით, რომელსაც ჩვენ უზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ძალიან ბევრ ვთქვათ მეზობელ ან კიდევ სხვა ქვეყნებს, ისევე როგორც ევროპაში 2-ია ჰეპატიტებში. და როგორც გითხარით, დაახლოებით ასეთი 800-ია და ეს 800 ცენტრის წარმომადგენლები ასევე ლიონში იკრიბებიან 7-8-9 აპრილს და ეს გახლავთ ძირითადად სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული ცენტრები, რომლებსაც გამოაქვთ თავიანთი რეკომენდაციები აი ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და იქ გაუზიარებენ ერთმანეთს, ვთქვათ, თავის გამოცდილებას თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორც არის ვთქვათ საყოველთაო ჯანდაცვა, როგორც არის ვთქვათ მზადება ახალი პანდემიების და ახალი ვთქვათ გამოწვევების და კრიზისების, გლობალური ჯანმრთელობის კრიზისებთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს მზადება გარემოს გამოწვევებთან დაკავშირებით და ბევრი ერთიანი ჯანმრთელობის კონტექსტში. და მით უმეტეს ერთიანი ჯანმრთელობა. ერთიანი ჯანმრთელობა ეს თემა გაყვება მთლიანად და ეს კონფერენცია, სწორედ ეს სამიტი ეძღვნება ამ საკითხს. რატო გახდა ასეთი აქტუალური, მით უფრო მეცნიერების დაწინაურებასთან ერთად? რატომ აღიარა მეცნიერებამ ასე ხმამაღლა და სამეცნიერო საზოგადოებამ, სამედიცინო საზოგადოებამ, რომ მარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თავად ადამიანისთვისაც კი არ არის საკმარისი?
ხო, საინტერესო კითხვაა, ახლა ერთიანი ჯანმრთელობა სახელწოდება სულ რამოდენიმე წელია შემოსულია, ну, შეიძლება ვთქვათ 1-10 წელი მეტი არა. იგივე ჩვენ მახსოვს, როცა მე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვიყავი, დაახლოებით 7-8 წლის წინ სპეციალური ერთეული დეპარტამენტი ჩამოაყალიბეთ ერთიანი ჯანმრთელობის. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს რატომ გახდა? იმიტომ რომ ზოონოზური დაავადებები, ეგრეთ წოდებული მოგეხსენებათ, რომლებიც ცხოველიდან გადადიან ადამიანზე და ინფექციურ დაავადებათა დაახლოებით 60-70% გახლავთ ზოონოზები. და დღევანდელი, ვთქვათ, ეს არაპროგნოზირებადი კლიმატის ცვლილებებთან და გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით ვირუსები და ბაქტერიები, განსაკუთრებით ვირუსები და განსაკუთრებით რესპირაციული ვირუსები რა მუტაციებს განიცდიან მომავალში. და აქ მეცნიერული კვლევები აუცილებელია, იმიტომ რომ დღევანდელი ტექნოლოგიებით პროგნოზირება შეიძლება, რომ რა ტიპის მუტაცია შეიძლება მომავალში. ანუ რას უნდა ველოდოთ? რას უნდა ველოდოთ. და აი ამის საუკეთესო მაგალითი იყო COVID-ი. იმიტომ რომ მეცნიერულ წრეებში ცნობილი იყო, რომ რაღაცა უნდა გაჩენილიყო, მაგრამ რა არავინ არ იცოდა, მაგრამ იყვნენ დარწმუნებული, რომ იქნებოდა ეს რესპირაციული ვირუსული ინფექცია, უმრავლესობა ამაში, მაგრამ თქვა რა იმისი თქვა გენომის, რა შემადგენლობის, რანაირი, როგორი ეს რა თქმა უნდა, არავინ არ იცოდა. ამაზე მუშაობენ, რა თქმა უნდა, ეს ფუნდამენტური კვლევების ერთ-ერთი მთავარი საგანია და ამიტომ აქ თქვა რადგან ცხოველთა ეს უმრავლესი დაავადებები, როგორც გითხარით, ინფექციური დაავადებები, რომლებიც დღეს იწვევენ მოგეხსენებათ მეორე სიკვდილიანობის მიზეზია არაგადამდები დაავადებების ხრივ, განსაკუთრებით განვითარებულ სამყაროში. დაახლოებით იგივე მსოფლიოში 74% მოდის არაგადამდებელ დაავადებებზე. შემდეგ არის თქვათ გადამდები, ანუ ინფექციური დაავადებები და შემდეგ მოდის ტრავმები. ეს სამი მთავარი ჯგუფი ხო? არა, ეს 74% არის არაგადამდები დაავადებები, სადღაც თუ კარგად მახსოვს 12-15% არის ინფექციები და შემდეგ ტრავმები. ეს გააჩნია რეგიონების მიხედვით. აფრიკაში ჯერჯერობით ისევ სჭარბობს თქვათ ინფექციები. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა აფრიკა, ამ ხრივ სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, სადაც ძალიან ბევრი თქვათ ახალი ან უკვე მივიწყებული თქვათ დაავადება წამოყოფს ხოლმე უკაცრავად ამ სიტყვისთვის თავს. ასეთ იყო მაგალითად ებოლას ეპიდემია, რომელიც დასავლეთ აფრიკაში გაჩნდა კი არა, ხელმეორედ დაიწყო 2014 წელს, რომელიც მერე პანდემიაში გადაიზარდა, მაგრამ მალე მოხდა მისი ლოკალიზაცია დასავლეთ აფრიკით და ის არ გავრცელდა ყველა ქვეყანაში. ასეთი იყო თქვათ პირველი SARS-CoV, ანუ ძიმე მწვავე რესპირაციული ინფექცია, პნევმონია, რომელიც გაჩნდა თქვათ ჰონკონგში და მოხდა მისი გავრცელება, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ჰქონდა, მაგრამ სულ სწრაფად მოხდა მისი იზოლირება და მხოლოდ 25-26 ქვეყანაში გავრცელდა. და ასეთი იყო, თქვათ, რაც ჩვენ ერთად 3 წელი გადავიტანეთ COVID ვირუსული ინფექცია. ხო? ამიტომ ამან ყველაფერმა მისცა მეტი სტიმული ამ ერთიანი ჯანმრთელობის განვითარებას, ანუ ადამიანი, ცხოველი და გარემო. გარემო ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია რიგი თქვათ მუტაციებისა, რომელიც ხდება მიკრობებისა და ვირუსების, ბაქტერიებისა და ვირუსების ბაქტერიებსა და ვირუსებში. განსაკუთრებით საყურადღებოა სწორედ თქვენი ფრაზები, რომელიც საუბრის პირველ ნაწილში გამოიყენეთ მეცნიერებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაც უფრო ფართოა ხედვა ერთი და იგივე საკითხთან მიმართებაში, ეს
ზრდის მოთხოვნილებას სამეცნიერო მიღწევებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ სამეცნიერო მიღწევები კიდევ უფრო აფართოვებს ჩვენს ხედვას. ანუ ეს არის წრე, რომელშიც უნებურად მეცნიერება გვრთავს და სწორედ მისი დამსახურებით ჩვენ გვეძლევა ახალი შესაძლებლობები და ამავე დროს ახალი ამოცანებიც, იმიტომ რომ რაც მეტი ვიცით, მით მეტი პრობლემა არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი და დასანახი. ამიტომ არის რომ კვლევის გარეშე და კვლევითი ჩვევების გარეშე ზოგადად კაცობრიობა წინ ვერ წავა და ვერც მედიცინა წავა, რა თქმა უნდა, წინ. წარმოუდგენელია კარგი ექიმი თუ ის თან არ იკვლევს და არ აკეთებს ანალიზს მის მიერ თქვა გადადგმული ნაბიჯებისა. ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რა თქმა უნდა პატარა ქვეყნებს თქვა მეცნიერება და ფინანსებაზე როცა მიდგება ხოლმე საკითხი, აგერ არის ბატონო მზად ის რაც ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კი, უნდა გადმოიღო და გაიზიარო ბევრი რამე, მაგრამ პატარა ქვეყნებს აუცილებლად სჭირდებათ და ამის საუკეთესო მაგალითები ხშირად მომაქვს მე ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შვედეთი, საუკეთესო თქვათ შვეიცარია, პატარა ქვეყნები, სადაც თქვათ შედარებით ნორვეგია, ეს ქვეყნები, რომლებიც სერიოზულ თანხებს დებენ და ამის სტანდარტები არსებობს დღეს, რამდენი უნდა ჩაასდოს ქვეყანამ ზოგადად მეცნიერების განვითარებაში და მათ შორის სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. ამის გარეშე კიდევ ერთხელ ვამბობ, პროგრესი ვერ იქნება. რატო არის ისრაელი ძალიან ძლიერი ქვეყანა და ძალიან ბევრი ინოვაცია მათ შორის მედიცინაში მოდის ისრაელიდან, იმიტომ რომ ისრაელი თუ თქვათ საერთაშორისო რეკომენდაციაა, რომ მეცნიერებაში უნდა ჩასდო 2%-ზე მეტი შენი მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქცისა, ისრაელი დებს 6%-ს ამაში. შვედები დებენ 8%-ს თუ არ ვცდები, თუ კარგად მახსოვს ეს. იგივე ვთქვათ, ამ მთელ მეცნიერებაზე, იმიტომ რომ მეცნიერება მარტო მედიცინა ხო არ არის, მთელი დარგებია რა, მედიცინის კოსმოსი, შეიარაღება და ბევრი სხვა, ხო? მეხუთედი დაახლოებით 20% მიდის ჯანდაცვაზე. ჯანდაცვა ყველაზე დიდი ესეთი მოცულობითი სეგმენტია და ეს ბიოსამედიცინო კვლევები და ბიომედიცინა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წინა პლანზე, რომელმაც უნდა გარდატეხა შეიტანოს. ახლა თქვენ ხომ ექიმი ბრძანდებით, კარგი ექიმი და კარგად მოგეხსენებათ, რომ 21 საუკუნეში ეს იქნება, თქვათ, ერთის მხრივ პრევენციული მედიცინის საუკუნე, სადაც ჩვენ ბევრი დაავადების პრევენცია შეგვიძლია და ამაზე უნდა ხელშეწყობა იყოს და მეორეს მხრივ იქნება სწორედ აი ამ ბიოტექნოლოგიურ კვლევებზე დაფუძნებული იქნება ეს გენომიკური მედიცინა, იქნება ეს ყველა ახალი წამალი. ახლა მე როცა პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი, წამლები ყველა მიღებული იყო ტრადიციული მეთოდით. დღევანდელი ყველა წამალი, აი პირველ 10-ს, 15-ს რომ ნახат, ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებებისა იქნება ეს კარდიოვასკულარული კიბო თუ სხვა, ყველა არის ეგრეთ წოდებული ბიოტექნოლოგიურ მეთოდებზე დამყარებული, ვთქვათ, მეთოდოლოგიით მიღებული წამლები. ამიტომ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული კვლევითი ბაზა. მიხარია რომ საქართველოში თქვათ ეს კვლევითი, რასაც ვეძახით, კვლევები, მესამე და მეოთხე ფაზის კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ პირველი ფაზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ან წამლების თქვათ პრეკლინიკური კვლევა, ანუ ცხოველებზე, რომელიც ძალიან მთავარია, თქვათ, წამლის მოლეკულების შესაქმნელად და შესარჩევად, სამწუხაროდ აქ ამის პოტენციალი ჩვენთან არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩაერთოს კვლევებში და დღეს ეს კვლევები გლობალური მასშტაბის არის. არ შეიძლება რომ მათ შორის ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, მდიდარმა და ძლიერმა ქვეყანამ, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები ან გერმანია, ხომ, ან დიდი ბრიტანეთი, მარტო მათ არ შეუძლიათ. თუ კოლაბორაცია არ იქნა სხვადასხვა ლაბორატორიებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის, ყოველთვის ეს ხდება გლობალიზაცია, იმიტომ არის ერთის მხრივ მისი დადებითი მიმართულება, რომ უნდა ხდებოდეს და სასიხარულოა ის, როცა ახლა მე ხშირად ამ ჩვენი დიასპორის
სამედიცინო დიასპორის წარმომადგენლებთან მაქვს კონტაქტი სხვადასხვა ქვეყნებში და მიხარია რომ ძალიან ბევრი უკვე ასეულობით ქართველი არის სხვადასხვა ამ წამყვამ ერთის მხრივ თქვათ პრაქტიკოს ექიმებად და მეორეს მხრივ სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში სერიოზული შედეგებით და იმედია რომ მათი ეს კვლევები რაღაცა დროს იგივე ჩვენს ქვეყანას წაადგება იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ სიახლეს შემოიტანენ აქაც. დარწმუნებული ვარ ბატონო ამირან, მით უფრო რომ დღევანდელი თქვენი საუბარი ზუსტად მიესადაგება მთავარ თემას, იმ თემას, რომლითაც დღევანდელი ჩვენი თარიღი აღნიშნეთ, ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, როდესაც ყველანი ერთად უნდა გამთლიანდეთ ჯანმრთელობისათვის, გავითვალისწინოთ უკვე ერთიანი ჯანმრთელობის ცნება და აუცილებლად მხარი დაუჭიროთ მეცნიერებას. დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჯანდაცვის ექსპერტი, იმუნოლოგ ალერგოლოგი პროფესორი ბატონი ამირან გამყრელიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. როდესაც ჩვენ საუბრობთ დიეტაზე, ჩვენ საუბრობთ საზოგადოების სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე, როგორც უშუალოდ დიეტის განმარტებასთან დაკავშირებით, ასევე შეცვლილ წარმოდგენასთან დაკავშირებით. მაგალითად, წლების მანძილზე დიეტა გაიგივებული იყო, როგორც სიტყვა, როგორც ტერმინი, როგორც მდგომარეობა, შეზღუდულ კვებასთან, რომლის ამოცანა იყო წონის კორექცია. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზია წარმოდგენაში და მედიცინამ ბევრი ნაბიჯი გადადგა. უამრავი გზა გაიარა, უამრავი საფეხური გაიარა იმისთვის, რომ ეს წარმოდგენა შეეცვალა. და ჩვენ აღმოჩნდით მეორე უკიდურესობაში, როდესაც საზოგადოებას შევეკითხებით და ამ ტერმინის რაობას გავახსენებთ, აუცილებლად საზოგადოება, რომელიც კვებასთან დაკავშირებით ინფორმირებულად თვლის თავს, გვეტყვის, რომ არა, დიეტა არ არის სწორი ტერმინი, სწორია ჯანსაღი კვება. მოდით ერთმანეთისაგან კიდევ ერთხელ გავმიჯნოთ. ჩვენ გადაცემაში ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ და მე კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიტყვი. დიეტა, ჯანსაღი კვება და დიეტა არის ის ერთდღიანი მენიუ რაციონი, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. ამ გაგებით ჩვენი ყოველდღიური კვება არის დიეტა. ნებისმიერი კვების მოდელი შეიძლება განვიხილოთ როგორც დიეტა. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ დიეტასთან მიმართებაში, რა არის ჯანსაღი კვება, ერთ-ერთი ვერსია, ერთ-ერთი ვარიანტია კვების მოდელის ჯანსაღი კვება, ისე როგორც არაჯანსაღი კვება და მასაც აქვს თავისი მრავალფეროვნება, თავისი დანიშნულებით. მაგალითად, როდესაც კვებით შუქნიშანზე საუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ არჩევანს, ფერად არჩევანს ჩვენი ჯანმრთელობისათვის და ამ ფერების მიღმა და დაშიფრულ ნივთიერებებს, რომელთა დამსახურებით ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი ორგანიზმი დავიცვათ ანთებისგან და დავიცვათ თავისუფალი რადიკალებისგან. ამიტომ რა გამოდის? გამოდის, რომ ყველა ეს პროდუქტი ქმნის დიეტის საფუძველს, რომელიც არის თავისი მოქმედებით ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური. როდესაც ჩვენ საუბრობთ ცხოვრების წესის ფაქტორებთან მიმართებაში კვებაზე, ჩვენ საუბრობთ ფიზიკური აქტივობის, ძილის, სტრესის მართვის გათვალისწინებით, წონის მართვის შესაძლებლობაზე. კვების სამი გასაღების გამოყენებაზე, როდესაც რეჟიმი, ულუფა და რაციონი არის წონასწორობაში. როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ, რას მივირთმევთ, არის ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე. ვამბობთ, რომ უნივერსალური არჩევანი არ არსებობს, მაგრამ ასეთი ტიპის კვება, რომელიც ნაკლებად შეიცავს პროცესირებულ პროდუქტებს, კვება, რომელიც ნაკლებად შეიცავს ადვილად შეთვისებად ნახშირწყლებს, პროდუქტებს, რომელიც მდიდარია ფუჭი კალორიებით და ღარიბია საკვები ნივთიერებებით. აი ამ პროდუქტების შეზღუდვა თუ არის რაციონში და ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ სწორედ იმ პროდუქტებზე, რომელიც არის ჩვენს კვებით შუქნიშანში, გამოდის, რომ ჩვენ ჯანსაღ არჩევანს ვაკეთებთ დაბალანსებული კვების სასარგებლოდ. რას ამბობს მეცნიერება?
ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი უნივერსალური დიეტა და კვების მოდელი ყველასათვის სარგო არ არსებობს. მეცნიერება გვეუბნება, რომ არსებობს საერთო პრინციპები. როგორია ეს საერთო პრინციპები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ყველასათვის სარგოდ? აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მთავარი სამომავლო სტრატეგია, რომელიც განსაზღვრა მედიცინამ, ეს არის ეგრეთ წოდებული პლანეტის თეფში. თქვენ ეს რეკომენდაცია კარგად გახსოვთ ჩვენი გადაცემიდანაც და ჩემი წიგნიდანაც, იმიტომ რომ პლანეტის თეფში პირველად სწორედ წიგნშია ნათარგმნი და პირველად სწორედ ჩვენი გადაცემიდან მოისმინეთ. ეს სხვა არაფერია თუ არა კვებითი რეკომენდაციები, რომელიც 2050 წლამდე განსაზღვრა მეცნიერთა და წამყვან მეცნიერთა მთავარმა ჯგუფმა, რომელიც მთელ მსოფლიოში კვებაში ქმნის ამინს, კვების მეცნიერებაში ქმნის ამინს და ამ მეცნიერთა ჯგუფმა, რომელთა რაოდენობა 30-ს აღემატებოდა, ლანცეტის ჯგუფის სახელით არის ეს ჯგუფი ცნობილი და შესაბამისად თქვა, რომ ბოსტნეულისა და ხილის უპირატესობა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს გამოკვეთილი. ერთმანეთისაგან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ მცენარეული და ცხოველური ცილა. ცალკე ჯგუფად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რძის ნაწარმი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მცენარეული ცილის როლი სულ უფრო და უფრო მზარდია და ეს უნდა იყოს სამომავლოდ ჩვენ სამოცანებში გათვალისწინებული. ისევე როგორც როდესაც საუბრობთ მცენარეებზე, როდესაც საუბრობთ მარცვლეულსა და ბურღულეულზე, მაგალითად, უნდა იყოს მთლიანი პროდუქტების სასარგებლოდ არჩევანი. როდესაც საუბრობთ მცენარეულ პროდუქტებზე, ნახშირწყლების შემცველობით ცალკე უნდა გავითვალისწინოთ სახამებელ შემცველი პროდუქტები, იმიტომ რომ მათი ტვირთი ჩვენს კვებაში საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის კონტექსტში. ცალკე უნდა განვიხილოთ უჯერი ცხიმების როლი და მათი წილი ჩვენს ყოველდღიურ კვებაში და როდესაც ჩვენ საუბრობთ თეფშის გადანაწილებაზე, მე გაგახსენებთ, საიდან გაჩნდა ეს კონცეფცია. ამის უკან ყოველთვის იდგა ის თეფში, რომელიც სიმბოლურად ყოველდღიურ რაციონს ასახავს და ასეთ შემთხვევაში სულ ცოტა ხუთი ფერის, სულ ცოტა ხუთი ჯგუფის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით ცისარტყელა თეფშზე სწორედ ის მრავალფეროვნებაა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. განსაკუთრებით საყურადღებოა მეცნიერთა აზრი მაშინ, როდესაც ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე პერიოდში დამოუკიდებელ ექსპერტებს უსვამენ კითხვას. თქვენი აზრით, რომელი კვების მოდელი არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლო? აქვე კითხვების ჩამონათვალში არის დამატებითი დაზუსტება. მაგალითად, როგორი იქნებოდა საუკეთესო არჩევანი გულსიძახთა სისტემის დაავადებების დროს? როგორი იქნებოდა საუკეთესო არჩევანი ონკოლოგიური დაავადებების დროს და ასე შემდეგ. სხვადასხვა პრობლემასთან მიმართებაში და მთლიანად ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებაში ხდება შერჩევა საუკეთესო კვების მოდელის. და ძალიან დიდი სიხარულით მინდა გითხრათ, რომ ეს რეკომენდაციები არ განსხვავდება ჩვენი გადაცემის რეკომენდაციებისგან და წლების მანძილზე ჩვენი არჩევანი დასტურდება, რადგან ისევე როგორც წინა წლებში 2026 წლის საუკეთესო კვების მოდელად დასახელდა ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების მოდელი. ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების პირამიდა, როგორც საფუძველი რეკომენდაციებისა, რომელიც ჩემს მიერ აღწერილ პლანეტის თეფშთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს იტევს და რომელიც ასევე ქმნის წინაპირობას, რომ მეტად დაიცვას გულსიძახთა სისტემისგან, ონკოლოგიისგან, დაბერებისგან, მრავალი სხვა პრობლემისგან ჩვენი ორგანიზმი. კიდევ უფრო საყურადღებოა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებულ DASH დიეტას. ეს ინფორმაციაც თქვენ პირველად ჩვენი გადაცემიდან მოისმინეთ, ქართულად ადაპტირებული ეს მოდელი პირველად ჩვენი გადაცემიდან შეიტყვეთ და ამ მოდელის შესახებ დეტალური ინფორმაცია არის ჩემს წიგნში. და როდესაც DASH მოდელზე ვსაუბრობთ, ეს არის პირობითად ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ აბრევიატურა, თუმცა ქართულად ეს არის რეალურად დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად. და მართლაც იგი გარკვეულწილად იმეორებს ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების მოდელს და სწორედ იმ პრინციპებს ეფუძნება, რომელიც ყოველდღიურად არის ჩვენს გადაცემაში. თუმცა კიდევ უფრო წინ წავიდა მედიცინა და თუ დღეს DASH დიეტა მეორე საპატიო ადგილს იკავებს, გაჩნდა ახალი მიდგომა, სრულიად ახალი მიდგომა, რომლის შესახებაც თქვენ უკვე მოისმინეთ ჩვენს გადაცემაში, როგორც კი პირველად გაჩნდა ეს კომბინაცია. თუმცა მე ვსარგებლობ შემთხვევით, რა კი
ახალ ჩამონათვალში, რომელიც 2026 წლის დიეტათა კლასიფიკაციას და საუკეთესო რეიტინგს უზიარებს საერთაშორისო საზოგადოებას, მითითებულია ეგრეთ წოდებული mind dieta, ანუ თავის ტვინისათვის ყველაზე სასარგებლო კვების მოდელი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა კარგად ნაცნობი ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების მოდელისა და ეგრეთ წოდებული DASH დიეტის გაერთიანება. ამის შესახებ თქვენ იცით, რა თქმა უნდა იცით. გამოდის, რომ ის რაც სხვისთვის სიახლეა, თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობია. იმდენად ნაცნობი, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურად საუბრობთ ამაზე, მაგრამ მე დღეს სიამოვნებით კიდევ ერთხელ ვისარგებლე შემთხვევით და შეგახსენეთ, რომ მეცნიერება კვებასთან დაკავშირებით დღეს როგორც არასდროს დარწმუნებულია იმაში, რომ ნებისმიერ კვებით რეკომენდაციას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ ის ერთი კონკრეტული ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული. ნებისმიერი რეკომენდაცია კრებითია, პრინციპულად გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს მხოლოდ საფუძველია იმისთვის, რომ შემძლე პერსონალური თარგი გამოვჭრათ და ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოვარგოთ. ასეთ შემთხვევაში კვებითი არჩევანი, რომელიც ტრადიციულია ჩვენს კვებით შუქნიშანთან მიმართებაში, მაშინ აღმოჩნდება თქვენთვის საუკეთესო დიეტა, რომელიც წაადგება თქვენს ჯანმრთელობასაც, თქვენს გემოვნებასაც და აუცილებლად მოგგვით სიამოვნებას, რადგან კვება მრავალ სხვა თვისებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ის ენერგიით გვამარაგებს, საკვები ნივთიერებებით გვამარაგებს, სასიცოცხლო პროცესების წარმართვისთვის გვაძლევს წინაპირობას, მაგრამ ის არის კომუნიკაციის საფუძველი, ის არის უნიკალური ინფორმაციის წყარო და ამავე დროს ეს არის ადამიანისთვის სიამოვნების წყარო, ანუ ის კომფორტის ზონა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხარისხსაც, განსაზღვრავს ადამიანის დღეგრძელობასაც და აუცილებელი პირობაა ადამიანის ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობისათვის. მე დღეს ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.